და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე სტუდიაში მოგზაურობისათვის. საგამშვიდობისა და ტელემაყურებელს შევახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ დიალოგში და გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22-33 და 22-34. ქალბატონო სალომე, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, როგორ შეაფასებთ თქვენ? მე მგონი ყველა ვინც უყურებს იმას რაც ხდება, ყველასთვის ძალიან ნათელი არის. მე მგონი მოსალოდნელიც იყო სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით რა სისტემაში ვცხოვრობთ და მოსალოდნელი იყო უკვე წინა საარჩევნო კამპანიიდან, რომელიც დაიწყო სხვათა შორის საგანგებო მდგომარეობის დროს, რაც არაერთმა აღნიშნა, მაშინვე დაიწყო პრეზიდენტმა უკვე კამპანია, როცა ყველა სხვებისთვის შეიძლებოდა მხოლოდ გაჩუმება და არც საინფორმაციო სივრცე არ არსებობდა და არც არაფერი და შემდეგ როცა უკვე გაიხსნა კამპანია, აქ უკვე ნათელი არის თუ რა უთანაბარი პირობები არის ოპოზიციისთვის ერთის მხრივ და ხელისუფლებისთვის. კონკრეტულად რა სფეროებში მაგალითად? კონკრეტულად ძალიან მარტივი, მაგალითად ძალიან რთული არის, ყველა მიცის, რომ ჩვენ მოვნახოთ დარბაზები, სადაც შეიძლება ჩატარება მიტინგების. ძალიან ძნელი არის თბილისში, სადაც არაერთხელ უარი მივიღეთ. ძალიან ძნელი არის, მაგალითად ფილარმონია. არგუმენტი რა არის, ქალბატონო სალომე? არგუმენტი არ არის. არგუმენტი არ არის, როცა კერძო დაწესებულებები არის ეშინიათ და არგუმენტს არ გაძლევენ, იმიტომ რომ არა აქვთ არგუმენტი, ვთქვათ, და მხოლოდ შიში, რომელიც არგუმენტი არ არის და ვერ წარადგენ. და რეგიონებში ყველამ ვიცით, რომ კიდევ უფრო ბევრად ძნელი არის. მე თვითონ გავლილი მქონდა ადგილობრივი არჩევნების დროს, თუ რას ნიშნავს, როცა რეგიონში ვერ მონახავ სივრცეს, სადაც შეკრებავ ხალხს. რაც რთული იყო და ძნელი სექტემბერში ადგილობრივი არჩევნებისთვის, ცხადი არის, რომ ამ სიცივის პერიოდში კიდევ ბევრად უფრო ძნელი არის, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეხლა დღეს დავიწყეთ პირველი შეკრებით ძალიან პატარა დარბაზში, ვაკეში, სადაც რა ეტევოდა 400-500 კაცი მაქსიმუმი ნახევარი ისიც ფეხზე დამდგომი და სად გავაგრძელებთ, არავინ არ იცის. ჩვენ გვახსოვს, რომ მე მაშინ საარჩევნო კამპანიაც არ იყო, როგორ ოპერის დარბაზზე უარი უთხრეს ბოლო წუთში შეხვედრას და ეხლა წარმომედგენია ოპერის ხელმძღვანელობა როგორი არის ყველამ ვიცით და რომ იქ მოხდენა შეუძლებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობა რატომ არის როგორია? მე არ ვიცი პირადად არ ვიცით ხო? მოკლედ მე მგონი უფრო ხელისუფლების მხარეზე არიან ვიდრე არა. შეიძლება შეიძლება არც იყოს პოლიტიკური შეხვედრების ადგილი, არ ვიცი. რატომ არა, დარბაზები ცოტა არის თბილისში, სხვათა შორის ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნა თავის დროზე, რომ გავხადოთ თბილისი არა სასტუმროების, არამედ საკონფერენციო ქალაქი. ეს ჩემ თბილისის პროგრამაში მქონდა. სასტუმროები უარს არ ამბობ, უბრალოდ ძვირია. არა, ძვირი არის ერთი და მეორე პატარა დარბაზები არის. ეს არ არის იმ მასშტაბის დარბაზები, სადაც უნდა გამართო პოლიტიკური მიტინგები. მაგრამ ჩვენ გადავალთ არაუშავს, გადავალთ ქუჩაში, გადავალთ ყველგან სადაც საჭირო არის და თუნდაც მერიაში. ეს მერიის სკანდალი ყველასთვის ნათელი არის, სადაც პრეზიდენტი გამოდის ერთის მხრივ მინისტრი, მეორეს მხრივ ქალაქის მერი და ხმარობს საკრებულოს დარბაზს. ეს თუ არ არის ადმინისტრაციული რესურსების ისეთი ნიმუში გამოყენების. მიმართეთ იქნებ თქვენს გამოგიყო ეს დარბაზი. მიმართავთ. აი იწერება ახლა ოფიციალური წერილი და მიმართავთ უთუოდ და არა მხოლოდ მიმართავთ, მე უჩივლებთ, იმიტომ ეს არის ძალიან დიდი დარღვევა, რომელიც ჩვენ ხელს არ შეგვიშლის საბოლოოდ, იმიტომ ეს ყველაფერი ხდება ყველასი დასანახავად და მე მგონი ამ თამაშში ბოლოს და ბოლოს ის აგებს, რომელიც თავის სახეს ამითი აჩვენებს. ისიც ვიცით, რომ ამ ღამეს პრეზიდენტი იყო სამხედრო შტაბში. რა უნდა ექს-პრეზიდენტს, ნაპრეზიდენტარს ძალიან მომეწონა დღეს იხმარა ეს სიტყვა ლევან გაჩეჩილაძემ და მე მგონი რომ უნდა საავტორო დაუბრუნოთ მას და ძალიან ლამაზი, კარგი გამოთქმა არის. ნაპრეზიდენტარს რა უნდა შტაბში. ისე თქვენ საიდან გაიგეთ ის ძალიან საინდუმლო უნდა იყოს წესი შტაბში მიდით და მე მგონი რომ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ და არავის არ შეგვეშალოს ამაში რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში ყველაფერი იცის და ვისაც გონია რომ ვიღაცა მარიცის ან ვიღაცა არ გაიგებს ან რაღაც დაიმალება ის ძალიან დიდ შეცდომას უშვებს და ისიც ვიცით რომ კოჯრის ბატალიონი იყო გამოყენებული
იმ 7 ნოემბერს, რომ ის კოჯრის ბატალიონის 150 კაცი როცა დაბრუნდა საღამოს, იქ დახვდა დანარჩენი ჯარისკაცები კოჯრის ბატალიონის და იქ მოხდა ძალიან სერიოზული შეხლა-შემოხლა. და იმის მერე ნაწილი ამ ბატალიონის სხვათა შორის წასული არის, გაქცეული არის თუ რა პირობებში არ ვიცი. ძალიან სერიოზული განცხადება, მართლაც გადამოწმება ჭირდება ნამდვილად. ძალიან სერიოზული მომენტები არის და მე ეს მოვიტანე იმისთვის, რომ ვთქვა, რომ ყველაფერი ვიცით და იმ მომენტში თუ არ ვიცით, მეორე დღეს და მესამე დღეს ყველაფერი ნათელი ხდება, ასე რომ ის რასაც დღეს ვერ გამოვასწორებთ, ხვალ ამაზე იქნება შეტანილი საჩივარი, სადაც საჭირო არის. ეხლა ჩამოვლენ დამკვირვებლები და ყველა ეს გადამეტება რესურსების, ეს არასწორი გამოყენება, ეს ამ ყველაფერზე იქნება საჩივარი, ამ ყველაზე იქნება მონიტორინგი, ყველაფერზე და არაფერი არ დარჩება. მონიტორინგის იმედი ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ მონიტორინგი და იმედია, რომ მართლაც საერთაშორისო დამკვირვებლები არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ პროცესს დააკვირდებიან, მიღებულია და იქნება. მე როგორც იცით, დავწერე პატარა წიგნაკი, რომელიც ახლა ვრცელდება ყველგან იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ადგილობრივი არჩევნების მანიპულაცია და არა ჩვეულებრივი კლასიკური შევარდნაზის სტილში გაყალბება. იმისთვის სწორედ რომ ამ არჩევნებისთვის გაფრთხილებული იყვნენ დამკვირვებლები თუ რას უნდა მიხედონ. აი მოდით მაინც კონკრეტულად რო გითხრათ. კონკრეტულად მედიას. ესე იგი სანამ არ იქნება იმედი გახსნილი, მანამდეს არავინ არ მიიჩნევს არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ ეს არჩევნები მზადდება ნორმალურ დემოკრატიულ პირობებში. მორჩა, ეს არ არის რაღაცა პირობები და რაღაცა არ მოგწონს და ისე გვინდა და თუ იმას გააკეთებენ, ეს ვიცით რა არის, ეს არის ჩვეულებრივი დროის გაწელვა, რომლიცშიც ძალიან მარჯვეთ არიან ჩვენი ხელისუფლებები, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. სანამ არ იქნება გახსნილი და თავისუფლად არ იფუნქციონირებს იმედი, არ ჩაითვლება, რომ ეს არჩევნები მზადდება, როგორც უნდა მომზადდეს ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სხვათა შორის ბატონი პატარკაციშვილიც საუბრობდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებსო, თუ იმედის ფაქტორი არ იქნება გადაწყვეტილი. არ აღიარებს თუ აღიარებს, ეს კიდე მეორე მომენტი არის. წინ და წინ ამაზე ლაპარაკი არ არის საჭირო, ჩვენ ამ სიტუაციაში არა ვართ, ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ ყველასთვის ნათელი არის, რომ ან იმედი გაიხსნება და არა 25 დეკემბერს და 26 დეკემბერს, არამედ დეკემბრის დასაწყისში და ეს არის ის პირობა, რომელიც დასმული არის ძალიან ნათლად ყველას მიერ და მე მგონი დღევანდელი საქართველოს დროებითი პრეზიდენტი იყო ახლა ჩასული ბრიუსელში და დარწმუნებაც არ არის, ვიცი ზუსტად რას ეტყოდნენ და მე მგონი მისთვის ძალიან ნათელი უნდა იყოს, რომ აი ასეთ ძალიან კონკრეტულ საკითხებში ისინჯება ადამიანი. ის არის აქითკენ თუ ის არის იქითკენ და აქით და იქით როცა ვამბობ, შუაში გადის ზღვარი დემოკრატიულობის. კი ბატონო. თქვენ ბურჯანაძის ვიზიტი ახსენდა, თქვენც იმყოფებოდით ცოტა ხნის წინ ევროპაში. ხო, ამის შესახებ უკვე იყო საუბარი, მაგრამ მოხდა თუ არა პატარკაციშვილთან შეხვედრა, იმიტომ რომ სხვადასხვა. თქვი მე თვითონ ასე რომ თქვენ ახალი ამბავი აქ არ არის, მე კავკასიაზე რომ გამოვედი, ვთქვი რომ იმიტომ შეხვდი, რომ მე ვთვლი რომ ის რაც ხდება დღეს, რომ ხელისუფლება გადავიდეს იმიდან, რომ ჯერ რუსეთის ბრალი არის ყველაფერი და რუსეთი ამზადებდა რაღაცა გადატრიალებას და ეს რო არ გამოუვიდა და არავინ არ დაიჯერა უცხოეთში და ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი ადამიანი არ არის, რომელიც ამას რაღაცა დამჯერებლობის ნიშანს აძლევს ამ დასავლეთში. და მაშინათვე მე გადავიდა მეორე არგუმენტზე, რომ ეს თურმე ყველაფერი ბადრის შექმნილი, ბადრის მომზადებული და ბადრის რაღაც შეთქმულების ნაწილი არის. ესეც იგივე, არავის ძალიან სერიოზული. არა, მე მაინტერესებდა ერთადერთი გამეგო, ეს ადამიანი იქნება ერთ-ერთი კანდიდატი, არ იქნება კანდიდატი, რა უნდა, რა ინტერესებს და თან მინდოდა დამემტკიცებინათ ჩემი თავისუფლება, ესე იგი, მე არ მაინტერესებს, რომ აქ უცებ დაიწყონ იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცა არის აკრძალული, ვიღაცა არის non grata, რომელთანაც არ შეიძლება შეხვედრა. თუ არა დახატავენ შენ სულვაშებით და მე არ მეშინია რომ დამხატონ თუნდაც სულვაშებით. დაგარწმუნოთ ისე პატარკაციშვილმა იმ საქმეში. არ იყო იქ სრულებით არ იყო საუბარი იმის შესახებ, ვინმეს დაარწმუნებს. არა, კანდიდატურასთან მიმართებაში საპირებს, მართლაც იყოს თქვა იგივე გაჩეჩინოს როგორც ჩანს აპირებს, იმიტომ გამოცხადებული არის მისი კანდიდატურა და ეს არის ყველა ადამიანი
ქვეყნის თავისუფალი არჩევანი. ამ შემთხვევაში მე ვარ ერთი კოალიციის პრემიერი დასახელებული კანდიდატი, ჩვენ გვყავს ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო და ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით ამ პრეზიდენტისთვის და ამ კანდიდატისთვის, რადგან ჩვენ ვართ იმ მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც გამოვიდნენ ასპარეზზე 2 ნოემბერს მთელ მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ვართ ისინი, ვინც დაარბიეს 7 ნოემბერს მოსახლეობასთან ერთად, არა ერთხელ, მაგრამ 5 ადრიც იყო 2 ნოემბერს, მართლა 7-ში არ იყო, მაგრამ მე ვლაპარაკობ ჩვენზე, ახლა აქ იმიტომ რომ ვიღაცას შევხვდი, მე ყველას შევხვდი, ყველას შევხვდები. არა, ის საუბრობდა თავის დროს დაფინანსებაზე. საქართველოს ყოფილი ნაპრეზიდენტარი არც არავინ არ ამიგრძალავს არაზროს. არა, აკრძალვაზე არა საუბარი. რომ ვიღაცას შევხვდე, ვიღაცას დაველაპარაკო და ვიღაცას მოსაზრებები ან მთლიანად ან ნაწილობრივ გავიგო. ხალხოსალოვი პატარკაციშვილის ერთ-ერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა ბოლო ხანებში. ხა მე მგონი ეს დანარჩენი მაინტერესებს უბრალოდ. უნდა დავუსვათ რატო პატარკაციშვილს როცა ჩამოვა. არა, იცით რა, რადგან ამ შეთქმულებებზეა საუბარი, ერთი მხრივ რუსეთის მოწყობილია, მეორე პატარკაციშვილის მოწყობილია, პატარკაციშვილს საუბრობდა, რომ ყველაფერი ხელისუფლების დადგმულია და რაღაც შეთქმულებები კიდე არ მოსალოდეთ. მე არ ვიცი, მე კითხეთ ამაზე თქვენ არ ქონიათ საუბარი. მას კითხეთ მისი შენიშვნების შესახებ. მე იმისი თქვა მინდოდა, რომ არც ერთი შეთქმულების თეორია არა მხოლოდ აღარ მუშაობს, არამედ მიღებული არის დასავლეთში, რომ ეს შეთქმულების თეორიები არის განუყოფელი ნაწილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, რომლებიც ჯერ არ გადავიდნენ დემოკრატიულ სივრცეში. ისე ჩამოსვას ხო არ აპირებს ბატონო ბადრი და სხვა თემაზე გადავიდეთ. კითხეთ მას, დაურეკეთ, კითხეთ და თქვენ არ კითხეთ ეს საკითხი, არ გაინტერესებათ. პროგრამა როდის იქნება ქალბატონო სალომე მზად? პროგრამა, საარჩევნო პროგრამა. პროგრამა იქნება მზად ორშაბათს და ორშაბათს იქნება პრეზენტაცია. უფრო სწორედ ნაწილობრივ უკვე მზად არის, მაგრამ ოფიციალური პრეზენტაცია იქნება ორშაბათს. იცით რა მაინტერესებს? ალბათ პუნქტებზე მაშინ უფრო ისაუბრებ. აი, ახლა არ ვისაუბრებ, ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს იქნება ლევან გაჩეჩილაძის პრეზენტაცია ამ პროგრამის, რომელსაც ცხადი არის დავესწრები და კითხვებზე პასუხს გავცემთ, მაგრამ როგორც კარგად იცით, როგორც ჟურნალისტი, გამორიცხული არის, რომ მე ახლა ნაწილ-ნაწილ დავიწყო იმის შესახებ. ამიტომაც მე ცოტა სხვა მიმართულებით მინდა კითხვის დასმა. საკმაოდ ხშირია საუბარი, რომ ეს გაერთიანება ჭრელი, ასე თქვა, წმინდა იდეოლოგიური კუთხით რო შევხედოთ. თქვენ ცნობილი მემარჯვენე ხართ, ასე თქვა, სოციალურ სფეროში, ალბათ ხელისუფლების ახლა ბევრი ნაბიჯით არ მოგწონთ. მაგრამ თქვენი ბევრი კოლეგა, ვთქვათ, მემარცხენე მარტივად რომ ვთქვათ, სოლიდარობას იჩენს ხოლმე და ხო არ გართულდა გარკვეულ პუნქტებზე შეთანხმება ეკონომიკის სფეროში, სოციალურ სფეროში. ჯერ არ გართულდა, იმიტომ რომ ჩვენ გრძელვადიან პროგრამაზე ჯერ არ მივდივართ. ესეც იქნება სამუშაო ჩვენ შორის და ამაზეც მზათავართ. მაგრამ მე მგონი ყველასთვის, აი მემარჯვენე ძალებისთვის, როგორც ცოტა უფრო მემარცხენე ძალებისთვის და ჩარჩო მაინც არსებობს უკვე, ეს არის საგურამოს პრინციპები და მე მგონი ყველასთვის ცნობილი, ვისაც არა მოგმართონ და ყველასთვის ეს ცნობილი ამაზე გქონდა კიდეც. ეს არის ჩვენი გარე ჩარჩო, ვთქვათ, მაგრამ ეს არ არის სამოქმედო გეგმა. ეს იქნება ჩვენი პროგრამა, რომელიც წარდგენილი იქნება და მართალი ვთქვა, ძალიან არ გაგვიჭირდა და ალბათ ეს იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ იმდენი შეცდომები დაუშვა, რომ უკვე გვაჩვენა რა არის გასაკეთებელი და კერძოდ ამ საკითხზე მემარჯვენე, მემარცხენე. ამ ხელისუფლებამ მიიღო ზომები, რომელიც ითვლება როგორც ულტრალიბერალური ზომები. სადაც სინამდვილეში ეს არის გამოცხადებული ფასადა, სინამდვილეში მიმდინარეობს პოლიტიკა, რომელიც სულაც არ არის ულტრალიბერალური, თუ არა ზოგიერთ საგნებში, რომ ყველაფერი გაიყიდება, ცნობილი ბენდუქიძეს წინადადება, რომ ყველაფერი გაიყიდება სინდისის გარდა. ამაში ჩვენ ვართ თანახმა ყველანი ერთ რამეზე, რომ უნდა გაიყიდოს, რაც უნდა გაიყიდოს, რაღაცა ნაწილი ეკონომიკის ცხადი არის, უნდა გაიყიდოს, მაგრამ მაშინ უნდა იყოს დაცული კერძო საკუთრება. თუ პრივატიზაციაზე არის ლაპარაკი და არა დეკაპიტალიზაციაზე, რაც ხდება საქართველოში, მაშინ უნდა იყოს დაცული კერძო საკუთრება ყველასათვის. ქართველებისთვის, ქართველი მფლობელებისთვის, როგორც უცხოელებისთვის და დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან უთანაბარი სიტუაცია, სადაც დაცული არის მხოლოდ უცხოელების და არ ვიცით რომელი უცხოელების, იმიტომ ხშირად გამოცხადებულიც არ არის, მაგალითად არავის არ უთქვამს მოსახლეობისთვის, რომ თბილ წყალკანალი გაიყიდა რუსებზე სინამდვილეში და არა შვეიცარიულ ფირმაზე. ეს არის რაპოპორი და სხვები
და ამ დროს გვიცხადებენ, რომ რაღაცა შვეიცარიული ფილმა. მე გირჩევთ, რომ დაურეკოთ. ინფორმაცია მაქვს. შვეიცარიის საიდან შეიძლება, სად შეიძლება გადავალოთ? შვეიცარიის საელშოს თუ გინდათ, ან ინტერნეტზე თუ გნებავთ, ან შვეიცარიაში მიმართეთ. ბევრი საშუალებები არის ჟურნალისტებისთვის მეტადრე, რომ გაიგოთ ზუსტად რა ხდება. ეს არის ის ყალბი ულტრალიბერალიზმი და ამ დროს ლიბერალიზმი, ნამდვილი ლიბერალიზმი, რასაც ქვია, ესე იგი ბაზრის საფუძველზე და კერძო საკუთრების საფუძველზე აშენებული ეკონომიკა. სრულიადაც არ გამორიცხავს იმ მეორე ნაწილს, რომელსაც ქვია სოლიდარობა. და მე მგონი, რომ სწორედ ლიბერალიზმის შემოტანა საქართველოში ნიშნავს, რომ ჩვენი წესებიც, ჩვენი ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი ტრადიციების ნაწილი არის ის სოლიდარობა, ის ოჯახური სოლიდარობა, ის უფროსელი სოფლის, რეგიონის სოლიდარობა, რომელიც არის სწორედ ის დამაბალანსებელი ნაწილი, რომელიც ამ გარდაქმნის პერიოდში, როცა რეფორმები ტარდება, არის ის, რაც ამას ანეუტრალებს, უფრო ადვილს სტაბილურობას მატულობს. ამიტომ ამაზე შეთანხმება, შეიძლება ცოტა გავავრცელე მე ესა და პროგრამის წარდგენის დროს კიდევ უფრო გავავრცელებთ. ამიტომ ჩვენი შეთანხმება თუნდაც ცოტა უფრო მემარცხენე ძალების და მემარჯვენე ძალების ამ საკითხებზე, ყოველ შემთხვევაში ამ გარდაქმნის პერიოდში არც ისე რთული არის და რაც მთავარია, ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ყველანი ვართ დარწმუნებული, რომ ამ სისტემის, ამ რეჟიმის გაგრძელება თუნდაც ერთი დღით 5 იანვრის მერე და თუ გაგრძელდა ისე ბოლო კითხვა ეს მირა დაგისვათ. როგორ ფიქრობთ, 5 იანვარს სააკაშვილი იქნეს ეს ავარჩეული პრეზიდენტი და თქვენ უშვებთ ამის თეორიულ შანსს? როგორ არ უშვებ? მე არჩევნების დროს არ შეიძლება რომ არ დაუშვა. შანსს არ დავარქმევ ამას. შანსი არა, კარგი, თქვენი საფრთხე არსებობს. თეორიული შესაძლებლობა, თეორიული მოდით შესაძლებლობა ნეიტრალურად არსებობს, სანამ მოსახლეობამ თავისი აზრი არ გამოთქვა. მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც თვლის და ყველაფერს ამისთვის აკეთებს, რომ манипуляცია მოახდინოს ამ ხმების. მაგრამ მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ 7 ნოემბრის მერე, უკვე 7 ნოემბრამდე როგორი იყო ძალების შეფარდება, ძალიან ვეჭვობ, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ ყოფილიყო და ეს დავინახეთ 2 ნოემბერს და დავინახეთ ხალხში და დავინახეთ თუნდაც ხელისუფლების გამოკვლევებში. მაგრამ 7 ნოემბრის მერე მე ვარ ძალიან ღრმად დარწმუნებული, რომ არ არსებობს ქართველი, რომელიც დაივიწყებს 7 ნოემბერს, რომელიც ამას აპატიებს ვინმეს, არ არსებობს მიზეზი, არ არსებობს გამართლება, რატომ უნდა ყოფილიყო 7 ნოემბერი, რატომ უნდა იყო 5ჯერ დარბეული ეს ხალხი ამ ფორმით და ქართველის მიერ, ქართული ხელისუფლების მიერ. ეს არის ჩვენ ისტორიაში დაუშვებელი, შეცდომაც კი არ ვიტყვი, დანაშაული, რომელსაც არავინ არ დაივიწყებს და შედეგი იქნება 6 იანვარს დილით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო სალომე, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დღის კომენტარი შეკითხებს სალომე ზურაბიშვილი პასუხობდა რამდენიმე წუთში ჩვენ პირდაპირ ეთერში დავუბრუნდებით და ჩვენი სტუმარი იქნება პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან გიორგი წერეთელი. დღის კომენტარი ისე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. დღის კომენტარის სტუმარი ახლა პარლამენტის წევრი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელია. საღამოშტების საბატონო გიგი, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. გამარჯობა და ყველას მიესალმებ. და ტრადიციულად ჩვენი SMS-ის ნომრები 22 33 22 34. ანუ გიგი პირდაპირ საქმეზე რომ გადავიდეთ, თქვენ ხალბატონ სალომესაც უსმენთ ამას თქვენს გამოთქვით თქვენი მოსაზრება, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს უკვე ადმინისტრაციულ რესურსს, ჯერ საარჩევნო კამპანია არცაა დაწყებული და ყველაზე მთავარი საკითხი ეს იყო პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრა დევნილებთან, რომელიც გაიმართა საკრებულოს დარბაზში. ხო, მე ყველაფერს ვერ უსმინე, რაზეც ამ სტუდიაში იყო საუბარი. სტუდიის მიღმაც გარკვეული კამათი იყო მომავალ სტუმრებს შორის ან იქ ყოფ ადამიანებთან. თუმცა მესმის შინაარსი და რაც გარკვეული მოსაზრებები დღის განმავლობაშიც გაკეთდა, რა თუ მოსაზრებები, უბრალოდ განცხადებები გაკეთდა, გამოიხატა მოსაზრებები ამის თაობაზე, ძალიან კარგად გვესმის ერთი რამ, რომ ბუნებრივია კანონი უნდა იყოს დაცული და ჩვენი კანონმდებლობით ნებისმიერი კანდიდატი უნდა იყოს ერთნაირ მდგომარეობაში საარჩევნო კამპანიის დროს. სხვა შორის ეს ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ
ამ ხელისუფლებამ მიიღო ძირითადი ნაწილები, ამ ბოლო პერიოდში შეთანხმებაც მოხდა ოპოზიციასთან და მთელი რიგი პუნქტები თუმცა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ აი შეთანხმება ვერ მიიღწა. ოპოზიციის ნაწილთან მოხდა ეს შეთანხმება, ну კი ბატონო, ეხლა შეიძლება ყველაფერი ითქვას, რომ არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში რაც არჩევნები ჩატარდა, თუნდაც ბოლო ადგილობრივი არჩევნები არც იმაზე ყოფილა, ეხლა ძალიან დიდი ხმაური ესე მახსოვს, რომ ის ჩაითვალა ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნებად, მცირე შენიშვნები ყველგან არის. მე მაგალითად რამდენჯერმე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვადევნებდი თვალყურს არჩევნებს, ვიყავი დამკვირვებელი, სხვა ქვეყანაშიც ყოფილი ვარ და ეხლა რაღაც გარკვეული მცირე შენიშვნები და დარღვევები ყველგან არის. რაც შეეხება აი ამ რესურსის გამოყენება და დიახ. რა თქმა უნდა, ამაზე იქნება საუბარი და ვაცხადებ პირდაპირ, რომ მთელი ამ თვის განმავლობაში ხშირად იქნება ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ის თემა, რომელიც თან უნდა სდევდეს, თქვა სააკაშვილის კამპანიას. უმრავლესობაც ხო არ აძლევს გარკვეულ საბაბს. ეხლა აი საკრებულოში რატო გაიმართა შეიძლება ესე დავსვათ. შესაძლებელია იყოს რაღაც უფრო სხვა ფორმით მოხდეს ზოგიერთი რამ, მაგრამ ის რაც არ არის აკრძალული კანონით და ის რაც თქვა დაშვებულია კანონით, მისი გამოყენება ბუნებრივია შეიძლება. ჯერთი დავიწყებ იქიდან რომ ჯერჯერობით საბოლოო რეგისტრაცია კანდიდატების, როგორც პრეზიდენტების კანდიდატების არ არის დასრულებული, ანუ მათი ლეგიტიმაცია როგორც კანდიდატის არ არის, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც შეგროვდება 50,000 ხელის მოწერა და სხვა, ასე ვთქვათ, საკითხებთან ერთად საბოლოოდ გაფორმდება, ალბათ ეს 6 დეკემბრის შემდეგ ხდება, გაფორმდება მათი კანდიდატობა. აქედან ირთვება ყველა ის მექანიზმი თავის საეთერო დროთი და თავის სხვა საკითხები, თუმცა რა თქმა უნდა ის რომ პრეზიდენტი გადადგა ის დღეს არის ამ შემთხვევაში კანდიდატი და მას ბუნებრივი არა აქვს ის და არც აკეთებს და არც ასრულებს იმ მოვალეობებს, რასაც ასრულებდა პრეზიდენტობის დროს. ამას მე მგონი ნუ ეხლა რა დაგისვათ რომ ისე იყო თუ არა შტაბში, ეხლა ეს კითხი რა დაგისვათ, მეტყვით რომ არაო, რა თქმა უნდა. ბატონო? ქაბატონი სალომე ამბობდა რომ ის პრეზიდენტი. ხო, მე არ ვიცი ხა თუ ანუ აქ ერთი რამ არის. კანონის მიხედვით. დიახ. თუ კი მიხეილ სააკაშვილი ვინმე შეხვდა საკრებულოს დარბაზში, ასეთივე უფლებით ისარგებლებს სხვა კანდიდატიც. ანუ თუ სხვასაც დაჭირდება ეს დარბაზი კანონით, მასაც უნდა კონდეს საშუალება და უფლება რომ გამოიყენოს. როგორც ვატყობ, ასევე ბევრი სხვა რამ, მაგრამ გავითვალისწინოთ ახლა ერთი რაღაცა, რომ თუ ვინმე მოითხოვს, რომ მაინდა-მაინც აქეთ კობასობელიანი მეჯდეს და იქეთ გიგი უგულავო მეჯდეს, ეს მეორე საკითხია. მე მგონი ამაზე არ არა, ამაზეც იქნება, მე მგონი პრეტენზიები. ჯერთ უნდა ვიცოდეთ და მგონი ყველა მიცის, რომ პრეზიდენტი არის პარტიის ლიდერი, ის კი არ არის დღეს არის კანდიდატი, მაგრამ არის პარტიის ლიდერი და მის პარტიაში ეს არის სახელმწიფო პარტია და ძალიან ბევრი ადამიანი ხარ. თუ ჩვენ ანუ ეს პარტიული დავალებები რაც მან და სხვა შორის ბევრი რამე ხარ. აი მოდით ვთქვათ, იქ იყო ერთი ძალიან სერიოზული საკითხი, მაგალითად ამ დევნილებისთვის საკუთრების დაკანონება და აი მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე უფრო რთული საკითხი დევნილებისთვის იყო ის, რომ მათ მუდმივად ჰქონდათ საფრთხე, ვიღაც მოსულიყო და გაესახლებინა და ასე შემდეგ. ეხლა რაც სახელმწიფო საკუთრებაშია და ადგილობრივ საკუთრებაში, მისი დაკანონება შეუძლიათ, მაგრამ აი დღეს ჩვენ ამას უყარეთ კენჭი მესამე მოსმენით. ანუ ეს საკითხი იყო გაცილებით უფრო ადრე დაწყებული, მაშინ როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. პირველ მოსმენა როდის იყო და უფრო ადრე ყოველ შემთხვევაში სანამ გადადგომა იქნებოდა და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მე ასე ყოველ შემთხვევაში ასე მახსოვს. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ალბათ უფრო არის ხოლმე საუბარი იმ გაცემულ დავალებებზე იმ პრეზიდენტობის პერიოდში და იმ დაწყებულ საქმეზე, რომელიც ახლა სრულდება და ახლა ერთი კვირის განმავლობაში არ მომხდარა ყველა გადაწყვეტილების მიღება, ბევრი გადაწყვეტილება ბუნებრივია მანამდე მწიფდებოდა. ასე რომ მე რამიდე ეცი თქვა, ამდენი ბოდიში, მაგრამ ხა თუ მივყვებით ასე რომ სააკაშვილი არავის არ უნდა დაელაპარაკოს, მინისტრს არ უნდა დაელაპარაკოს, პარლამენტის წევრს არ უნდა დაელაპარაკოს, მაშინ მან მარტო უნდა იაროს ქუჩაში და ვერც ერთ შენობაში ვერ უნდა შევიდეს. კანონით არის შენობები ჩამონათვალია პრაქტიკულად იმ უწყებებისა, სადაც მას არ შეუძლია ჩაატაროს კამპანია და ვთქვათ არ ისარგებლოს სამშენებლო არ შედის ამ ჩამონათვალში. არ შედის ამ შენობაში, მე როგორც ვიცი, ასე რომ თავარი ის კი არ რომ შედის და არ შედის. თავარია რომ თუ კი კანონი ამბობს, რომ აქ კანონი ამას ამბობს, ხო, თუ კი ერთი გამოიყენა, ვთქვათ, რაღაც
შენობა ან რაიმე სხვასაც ექნება სხვა კანდიდატსაც უნდა კონდეს იდენტურად ამის გამოყენება. ეს მარტივი გადასამოწმებელია, საეთერო დროზეც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, მე ვფიქრობ. არის თუგნებავთ ამ თემასაც შევეხოთ. საეთერო დროსთან დაკავშირებით მას შემდეგ რაც როგორც თქვენ თქვით ოფიციალურად მოხდება კანდიდატების რეგისტრაცია, შემდეგ შემოდის არის ამასთან დაკავშირებით და პრეტენზია ძირითადად იმედს ეხება, ანუ იმედის აღება. არა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შუქდება სააკაშვილის გამოსვლები, ნაკლებად შუქდება, თქვა, ამაზე იყო პრეტენზია, მე მოვისმინე. მე ვფიქრობ, რომ ვადევნებ ტელეეთერს თვალყურს და ხანდახან მე მგონი აბსოლუტურად ამაში მე არ მინდა დაგეთანხმოთ, მაგრამ ჩვენ არხზე მართლა ასეა, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვცდილობთ გადავცეთ ძალიან ბევრი პოლიტიკოსის. თქვენ ასევე დარწმუნებული რა ანაზღაურებთ ამას სხვა კანდიდატებს გულისხმობთ. ანუ მე არ მინდა დაგეთანხმოთ, მაგრამ ასეა. მართლაც სხვა კანდიდატებს ჩვენ ვაშუქებთ პირდაპირ ეთერში და საკმაოდ ვცდილობთ რომ ეს ბალანსი იქნას. მოდით ბატონო სააკაშვილის ხარჯზე ნუ მაიძულებთ იმაზე ვისაუბროთ, რაც მე უნდა დაგეთანხმოთ, ამიტომ მოდით ასეთ კითხვას დაგისვამთ. დარბაზების თემა, ეს რეგიონებში მართლა ყოველთვის არის, რომ აი რეგიონებში ხალხო სალომე ამბობდა, რომ თბილისშია პრობლემა. არის თუ არა რაღაცა ბერკეტები, რომ იგივე ხელისუფლება მართლობა პარტია მიაქციოს რეგიონებში. ამერტ პასაჟს მოусმინე, რომ თბილისი კონფერენციების ქალაქი, რა თქმა უნდა, თბილისი უნდა იყოს კონფერენციების ქალაქი და თბილისი არის კიდეც კონფერენციების ქალაქი, ჩამონათვალს თუ ნახავთ ამ წლების განმავლობაში და თუნდაც ბოლო წელს რამდენი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, ჩვენ ნახავთ რომ ეს ასეა. და იგივე სასტუმროები, რაც იყო ლაპარაკი, რომელიც აშენდება და ეს არ არის მხოლოდ თქვა ტურისტებისთვის, არის დასაქმებისთვის, რეკრეაციისთვის და ასე შემდეგ და ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე როგორც ვიცი, ყველა იმ პროექტში, ეს მინდა ყველას უთხრა, იქნება ძალიან სერიოზული დიდი დარბაზები. არა, აქ ძალიან პერსპექტიული ხალხია ამ საარჩევნო კამპანიაში და მათ მომავალშიც დაჭირდებათ, უბრალოდ წინასწარ ვაძლევ, ასე თქვა, ამის ვამშვიდებ რომ იქნება. რაც შეეხება, არ ვიცი ხა როგორ გითხრათ, შეიძლება თუ დიდი შეხვედრა, მას შეიძლება არ იყოს 200 და 300 კაციანი დარბაზი, ჩვენც გვაქვს შეხვედრები და ხა თუ მაგალითად საკრებულოს დარბაზს ავიღებთ, იქ ეტევა დაახლოებით 100 კაცი. მე არ ვიცი ხა სპორტის სასახლე დარწმუნებული ვარ, თუ კი ვინმეს ექნება საშუალება და შეუძლია დაიკავოს სპორტის სასახლე, მათაც უარს ალბათ არ ეტყვიან. მე არ ვიცი ხა საქართველოში არაფერი ამ შემთხვევაში არ არის მონოპოლიზებული, თუ რაიმე რომელიმე დარბაზე არის კერძოსთან ბუნებრივი მოლაპარაკება შეიძლება. უბრალოდ ვიტყვია, თქვა, დიდი საკმაოდ დარბაზია ვერის ჭადრაკის სასახლეში ხშირად იმართება შეხვედრები. მე არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან ხშირად არის და ნუ ხა არ ვიცი რომელ დარბაზია კონკრეტულად ხა ალბათ ფილარმონიასთანაც შეიძლება მოლაპარაკება. ეს არის უკვე ასე ვთქვათ კერძო სამართლებრივი ურთიერთობები და არ ამგონია. ეხა ბევრი რამე არის ჩემი აზრით ესე იქნება კიდევ უფრო მეტად ხელოვნურად წარმოჩენილი, რომ აი თითქოს ესე ყველა რაღაც ძალიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია და მხოლოდ სახელმწიფო ყოფილ ამ შემთხვევაში ნუ პრეზიდენტობის კანდიდატს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს აქვს რაღაც განსაკუთრებული უფლებები. ნამდვილად ეს არ იქნება და ჩვენი გუნდი შიგნითაც ხშირად არის ამაზე საუბარი, მაქსიმალურად ალბათ ის არჩევნებია და ბატონო გიგი რომელსაც განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება ამ გვესმის, რომ სწორედ ეს ის არჩევნებია და სწორედ ეს არის მცდელობა კი არა, ალბათ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ ჩვენ, მიიღო გუნდმა და მიიღო პირადად სააკაშვილმა, სწორედ იმისთვის, რომ სამწუხაროდ იმ მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, რაზეც აქ იყო ბოლოს ლაპარაკი და მე ვფიქრობ, მართლაც ხალხმა ძალიან კარგად იცის რა ხდებოდა იმ დღეებში და მართლაც რას გადარჩა ეს ქვეყანა, რომ მართლაც საერთაშორისო ის ზიანი, რაც მოგვიტანა ამ დღეებმა და იგივე 7 ნოემბერმა, აი სწორედ ამ ნაბიჯით საქართველოს კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ეს არჩევნები ჩატარდება სამაგალითოდ. ბატონო გიგი, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი თუ ელით რაღაც გართულებებს, იმიტომ რომ აი ხალხო საუბრობდით პატარკაციშვილის ინტერვიუზე, რომელშიც ის ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს რაღაც გეგმები, დაძაბოს ვითარება, მოაწყოს ხალხური ექსცესები, რათა მე ეს რეპრესიებისთვის გამოიყენოთ. მე ხარ არ მინდათ ესე პირდაპირ დაგიცვათ ეს შეკითხვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ მსგავსი რაღაცები არ მოხდეს ქვეყანაში? მე ხარ არ მინდა თქვა რაღაც სტატია იყო დღეს. მე მგონი ესეც რაღაც საკუთარი გაზეთია თუ არ ვწდებით, ყოველ შემთხვევაში ყოფილი არ ვიცი, მაგრამ კომერსანტის ასოცირდებოდა ეს კომერსანტი, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა.
ну, ეხლა აი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება ამ ერთი თვის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა ეს ინფორმაცია ქონდეს, რა მოსალოდნელი პროვოკაციებია. სხვა შორის, როცა ჩვენ ვაცხადებდით ეგ საგანგებო მდგომარეობის დროს, რომ არ არის გამორიცხული არაკეთილ მოსურნემ და ის ვინც ამ გეგმებს და სცენარებს წერდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ისი განხორციელების მცდელობებიც იყო, რომ იგივე საქართველოს არის გამოცხადა მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე დღით, რომ სხვა შორის ამ სტატიაშიც ამბობენ, რომ შესაძლებელია იქ რაღაც იყოს რეგიონებში სხვადასხვა ეს საფრთხეები არსებობს, მაგრამ იგივე კონფლიქტურ ზონებში და ამას ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენ, რომ იქ გადაადგილება ხდება, ტექნიკის შეყვანა ხდება და ბევრი სხვა რამ. რა თქმა უნდა, ცდილობები იქნება, რომ საარჩევნო პერიოდში დაიძაბოს სიტუაცია. თუმცა აქ რაც არის მოტანილი. არ ვიცი ასეთი რაღაცა მძაფრსიუჟეტიანი ამის გამოცდილება ყოველ შემთხვევაში ალბათ უფრო იმ ადამიანებს აქვს, ვინც ამაზე ლაპარაკობს. აქ არის საუბარი, ხელისუფლება თვითონ დაგეგმოს ეს არის ჩემი აზრით გაგრძელება იმისა, რაც ხდებოდა მაგალითად. რომ ჩვენ თვითონ შემოვაფრინეთ საფრენი აპარატები, მაგალითად წითელ უბანში დაბომბვაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა და საწყალ ესე იგი რუსეთს რას ერჩის. ეს არის იგივე განმუხურში, რომ მაგალითად ეს იყო დაგეგმილი და იქ იყო შეთანხმებული და ეს ავტომატიანი ჯარისკაცებიც რუსები კი არ იყვნენ და ეს ხალხი ის კი არ იყო, რა ქვია, რუსეთის წარმომადგენლები, არამედ ჩვენი ალბათ აქტივისტები იყო და ახლა ასეთ საკითხებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. მე ვფიქრობ, უფრო ეს იმას გავს, რომ შესაძლებელია ვინმე რაღაცას გეგმავდეს, რამეს გეგმავდეს სერიოზულს და ამას აცხადებდეს წინასწარ და შემდეგ ხელისუფლებას ეს აქცენტები და ისრები გადაიტანოს ხელისუფლებაზე. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანას, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, აქვს საკმარისი რესურსის და ძალაც იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღკვეთოს ყველანაირი პროვოკაციის ცდელობა, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი რამ ამას კი არ ვამბობ, რაც აქ წერია. ამაზე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი, იმიტომ რომ რაღაც ბუდიში და სისულელები წერია, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა შეიძლება დაიწყოს. მართლაც იმედი გამოთქვათ, რომ როგორც საარჩევნო პირობები ამ ზოგადად გარემო ქვეყანაში, ასევე თვითონ არჩევნების პროცესი იქნება ისეთი, როგორც ამისთვის კეთდება ყველაფერი, ამისთვის დღეს ჩვენ პარლამენტში დავამტკიცეთ საბოლოოდ კიდევ დამატებითი შესწორებები კანონში, კიდევ უფრო ტრანსპარენტული და გამჭვირვალე გახდა ვთქვათ პროცესი საარჩევნო კოდექსის მიხედვით პარლამენტი 2007 წლის ბიუჯეტში იღებს ცვლილებებს, რომლითაც გამოიყოფა სათანადო სახსრები იმისათვის, რომ არჩევნები იყოს ძალიან კარგად ორგანიზებული და მართლაც ყველა კანდიდატს, რომელსაც სურს, მიუხედავად იმისა, როგორ აღიქვამს ამას ამორჩეველი, ეს ამორჩეველზეა ბუნებრივია, რომელსაც სურს წარმოაჩინოს თავის თავი, თავისი პროგრამა თუ პარტია, ექნება საშუალება ამის წარმოჩენის და მე მგონი ამ დღეებში ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ. ძალიან დიდი მადლობა გიგი. დღის კომენტარის შეკითხვებს გიგი წერეთელი პასუხობდა, ჩვენ რამდენიმე წუთში ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი სტუმარი იქნება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი შერვაშიძე.